Erdi walk straight, mamuli. Erdi walk Sakartvelo. რესპუბლიკის მოედანზე ჩემს უკან კი ათასობით სტუდენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტური დღეები 2014 დაიწყო. სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი, ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი, სასწავლო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გორგასალი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეულ, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ჯიპა, გურამ თავადქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, სულხან საბაორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ახალი უმაღლესი სასწავლებელი, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი, ევროპული აკადემია, ქუთაისის უნივერსიტეტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი, ჰიპოკრატე. ალბოდისმეტები ამ 47 უნივერსიტეტს და რა თქმა უნდა მე მინდა წარმატება უსურვო და გამარჯვება სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისათვის. დიდი მადლობა. ახლა კი სტუდენტური დღეების ჰიმნი, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია და ის უკვე მეოთხე წელია ამშვენებს განახლებულ სტუდენტურ დღეებს. მუსიკის ავტორი ბატონი გია მაჭარაშვილი, ტექსტის ავტორი ქალბატონი ნატა ღეჭუაშვილი. ალბათ მოусმინოთ ეხლა ჩვენს არაჩვეულებრივ ჰიმნს დაჯილდოების ფონზე. Erdi walk straight, mamuli. Erdi walk Sakartvelo. Avant tot mze, si tot
შეიძლება რომ გითხრათ სტუდენტური დღეების მიზანი რამდენ ხანს გაგრძელდება 2 სიტყვით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? პირველ რიგში მე მინდა დღევანდელი დღე მიულოთ სტუდენტობას, იმიტომ რომ ეს დღეები ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელია სტუდენტისათვის, იმიტომ რომ ის თავისუფალი გარემო რაც დღეს აქ სუფევს, მე მგონი ეს ყველაფერზე მანიშნებელია. რაც ყველაზე მთავარია, წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა უმაღლესი სასწავლებლისა არის ჩართული 47 უმაღლესი სასწავლებელი, წარმოიდგინეთ. და ამ კვირების განმავლობაში, ესე იგი ერთი თვის განმავლობაში იქნება კულტურულ შემოქმედებითი სპორტული შეჯიბრებები და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უკვე რეგიონშიც გავედით და 4 რეგიონალური ქალაქი უმასპინძლებს სტუდენტურ დღეებს. ასე რომ წარმატება მინდა უსურვო ყველას და რაც მთავარია, ეს მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა უერთდება ევროს გაერთიანების ხელმოწერა ხდება ასოცირების ხელშეკრულების და სტუდენტების მხრიდან მხარდაჭერილი ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებები მინდა და გამარჯვება მინდა უსურვო თითოეულ სტუდენტს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თქვენი შეფასება. ბევრი სტუდენტი მონაწილეობს, ესეთი ჩართულობა მე მგონი რომ არასოდეს არ ყოფილა, რაც მისასალმებელია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ მისიას, რა მისიაც აქვს და ამოცანა ამ დღეებს, ეს არის ევროპული არჩევანი ქართველი სტუდენტების, ეს არის ევროინტეგრაციისკენ წინსვლა და ამ ყველაფრის მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ცნობიერების ამაღლება, ეს არის ყველაზე უფრო საინტერესო თემები ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის. ამიტომ მთელი კვირა წინა აქვს სხვადასხვა აქტივობები იგეგმება, წარმატებას უსურვებ და ძალიან ბევრი და მხიარული დღეები ეჩუქებინოთ თბილისისთვის და საქართველოსთვის. როდის აიღო სტარტი სტუდენტურმა დღეებმა და რაიმე სიახლე ხომ არ არის წელს? საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური პროექტი, რომელიც 4 წელია უკვე ტარდება. ეს პროექტი ევროპული მომავლის ეგიდით. წელს მონაწილეობს 47 უმაღლესი სასწავლებელი. კურსი იქნება სპორტულ-კულტურულ შემოქმედებით და ინტელექტუალური მიმართულებით და ველოდებით ძალიან დიდ აქტიურობას სტუდენტებისგან. ვარ, მე დიდ მადლობას გადავუხდი დასუტივის, რომ აშუქებს ეს აქტიურად ახალგაზრდების ცხოვრებას. უნივერსიტეტი გეომედი, როგორც 47 დანარჩენი უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული სტუდენტურ დღეებში. ეს არის ძალიან კარგი ახალგაზრდებისთვის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება და არის როგორც კულტურული შემეცნებით, ასევე სპორტული ღონისძიებები. ჩვენ მიზანსაც შეეხება საკმაოდ კარგი ანსამბლი ყავს, ასევე მოცეკვავეები და ამ მიმართულებით, ძირად კულტურული მიმართულებით გეგმავთ ღირსეულად გამოსვლას და ზოგადად ყველა მიმართულებით და ყველა მე დამბედნიერო რომ ესეთ ლამაზ და გახარებულ ახალგაზრდობას ხედავ დღეს. მარია, მე როგორც ვიცი, შენ გადმოგეცა ჯილდო, რას კვეთყვი ამის შესახებ და რამდენად აქტიურია წელს დასუ? ჩვენ სხვადასხვა თვითმმართველობების პრეზიდენტებს გადაგვეცა ჯილდო სიგელის სახით, რაც ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება დასუს მონაწილეობას დღევანდელ ღონისძიებაში, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი მოგვიყვანოთ ჩვენი უნივერსიტეტიდან, როგორც ხედავთ, ჩვენ ძალიან ვაქტიურობთ კიდევაც და გამოვირჩევით სხვადასხვა გულშემატკივრებისაგან და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ასე ბოლომდე გავაგრძელებთ და მაქსიმალურად კარგად გამოვალთ სტუდენტური დღეების 2014 წლის ღონისძიებაზე.